მე ვარ ელენე ჯაფარიძე, ვარ ფსიქოლოგი და მწერალი და დღეს მოვედი იმისთვის, რომ ვისაუბრო სამ მნიშვნელოვან წიგნზე, რომლის არჩევის ლოგიკასაც ახლა გაგაცნობთ. დენიელ კიზი, ყვავილები ელჯერნონისთვის, ერთი შეხედვით ეს არის თითქოს და ძალიან მსუბუქად წასაკითხი წიგნი. რომელიც იწყება ძალიან საინტერესოდ იმ თვალსაზრისით, რომ მკითხველი იწყებს კითხვას და ხედავს, რომ არის ძალიან ბევრი ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომა დღიური სტილში აგებულ ტექსტში, ხო? და თავიდან თითქოს ვერ ხვდები რაშია საქმე, მაგრამ იქვე ერთვები და ხდები თვითონ ამ დღიურის დამწერი გმირი, რადგან იმდენად ემოციურია და იმდენად ჩამთრევია პირველივე გვერდიდან ეს ყოველივე და რაც თავარია სულ გაინტერესებს, რომ რა ხდება, რატომ არის ამდენი შეცდომა. შეიძლება დააბრალო რედაქტორს. შემდეგ კი ხვდები, რომ ეს ნელ-ნელა მთელი ამბავი ზუსტად ამაზეა, რომ ავტორი წერს ისე, როგორც დაწერდა გმირი, რომლის ერთადერთი ოცნება არის, რომ იყოს უფრო ჭკვიანი. ჩარლი გორდონი ოცნებობს იყოს ინტელექტუალური, იყოს ბევრად უფრო ჭკვიანი და ამით გონია, რომ მიიღებს ყველაზე მნიშვნელოვან სამყაროსგან, რასაც ჭკვიანი ხალხი იღებს აღიარებას, ადამიანების პატივისცემას, ადამიანების მხრიდან პატივისცემას და ასე შემდეგ. და ის ერთვება ერთგვარ ექსპერიმენტში, რომელიც მანამდე გაკეთდა თაგვ ელჯერნონზე. და ეს არის ოპერაცია, რომლის შედეგადაც მას შეუძლია, რომ განუვითარდეს ინტელექტუალური შესაძლებლობები, კოგნიტური უნარები და ნელ-ნელა რაც უფრო მეც ვკითხულობთ, ტექსტი იცვლება ტექსტი, ღრმავდება ტექსტი. მთავარი გმირი იწყებს ძალიან ფილოსოფიური და სერიოზული შეკითხვების დასმასაც კი თავის დღიურში და მკითხველი ხვდება, რომ ჩარლი ჭკვიანდება. მაგრამ ზუსტად ამაშია დაუნდობელი კიზი. და ეს დაუნდობლობა ჩანს იმაში, რომ რაც უფრო მეტად ემატება ჩარლის ჭკუა, რაც უფრო მეტად ხვდება ის რაღაცებს, მით უფრო სევდიანდები. იმიტომ რომ ჩარლი ხვდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიაჩნდა მეგობრებად, თურმე არ ყოფილან მისი მეგობრები, ჩარლი ხვდება, რომ თანაგრძნობა და პატივისცემა ეს ორი სხვადასხვა რამეა. და ჩარლი ხვდება რაღაცა მომენტში, რომ ყველაზე მეტად რაც უნდოდა და რაც ეგონა, რომ მიანიჭებდა ბედნიერებას, შეიძლება საერთოდაც არ იყოს არანაირად კავშირში ბედნიერებისთან. მეორე მაქვს ადამიანური ლაქა. ეს ფილიპ როთის აბსოლუტურად განსხვავებული რომანი ერთი შეხედვით, ტექსტუალურადაც, სტილითაც, მანერითაც როგორც წერს როთი და მთავარი გმირი, ეს არის ძალიან ცნობილი, პატივსაცემი პროფესორი, რომელიც ჩვენიერ დღეს თავისი ერთი თითქოს და ერთი შეხედვით ხუმრობის გამო კარგავს ყველაფერს. კარგავს ყველაფერს და იწყება მაშინ ზუსტად მთელი ტრაგედია, იმიტომ რომ მთელი ეს წიგნი არის აგებული იმაზე, თუ როგორ თამაშობთ ადამიანები სხვადასხვა როლებს, როგორ ცდილობთ მოვირგოთ სხვადასხვა ნიღბები და რა არის საერთოდ ადამიანის ყველაზე საშიში საიდუმლო, რომელსაც ის მალავს სხვებისგან, თუ საიდუმლო, რომელსაც ცდილობს, რომ საკუთარი თავისგან დამალოს, ანუ არასდროს არ გაუმჟღავნოს საკუთარ თავს ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია. ადამიანური ლაქის მთავარ გმირს ყველაზე მეტად ეშინია თავისი წარმომავლობის, თავისი ნამდვილი იდენტობის, თავისი წარსულის და მას გონია, რომ შესაძლებელია მთლიანად წაშალო წარსული და საკუთარი თავის შექმნა სრულიად ახლებურად და ყველას დააჯერო, რომ ხარ ის, ვინც გამოიგონე. მაგრამ ზუსტად ის ხუმრობა, რომელიც ორი აფრო-ამერიკელი სტუდენტის მიმართ აქვს მას აბსოლუტური ხუმრობის სახით ნათქვამი, ხდება მთელი მისი ცხოვრების ერთგვარი გაკვეთილი, იმიტომ რომ ამ ხუმრობის გამო ის კარგავს სტატუსს, ის კარგავს ადგილს და იწყება ზუსტად მთელი ის წიაღსვლები, რაც ახასიათებთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარ თავს გაექცნენ. შესაძლებელია თუ არა გაექცე საკუთარ თავს და საკუთარ წარსულს, ამას მკითხველი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გაიგებს, რაც წაიკითხავს ფილიპ როთის ამ წიგნს. ხო, ჯონ მაქსველ კუტზეს სირცხვილი. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის წიგნი, რომელიც შეიძლება შეგიყვარდეს. ძალიან რთულია ეს წიგნი საერთოდ მოგეწონოს. და
ჩემს გარშემოც იყოფა ხოლმე აზრები, არიან ადამიანები, კარგი მკითხველები, რომლებსაც ძალიან მოწონთ და ერთ-ერთ ძალიან ღირებულ წიგნად მიაჩნიათ ეს წიგნი, და არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამ წიგნს ვერ იტანენ და მე ზუსტად მესმის, რატომაც ვერ იტანენ ამ წიგნს, იმიტომ რომ წარმოუდგენლად დიდი ხელოვნებაა საჭირო მოახერხო, რომ მთელი წიგნის კითხვის დროს მკითხველს არ ტოვებდეს სირცხვილის განცდა. ამ წიგნის მთავარი გმირი დევიდ ლური, ასევე არის ძალიან ცნობილი და პატივსაცემი პროფესორი, რომელსაც მიაჩნია, რომ თავისი სტატუსიდან, დამსახურებებიდან და სოციალური კაპიტალიდან გამომდინარე, რომელსაც ის იკავებს, მას შეუძლია ეპატიოს გარკვეული ქმედებები, მათ შორის ისეთი, როგორც არის პროფესორის და სტუდენტის რომანი. თუმცა საუნივერსიტეტო საზოგადოება მას ამას არ პატიობს და მან იწყება მთელი მისი კრიზისი. თუ კი ფილიპ პროტის გმირი ცდილობდა, რომ არ გაემჟღავნებინა თავისი წარსული და თავისი იდენტობა, დევიდ ლურის გონია, რომ მან ყველაფერი იცის თავის შესახებ და ის ძალიან კარგად იცნობს თავის თავს და ყველაფერი ის, რაც მან შექმნა და რისგანაც ააგო მთელი თავისი იდენტობა, განსაზღვრავს მთელ მის ცხოვრებას და შესაბამისად პასუხისმგებლობებსაც თავის საქციელზე. მაგრამ ძალიან მწარე ცდება, რადგან მას ენგრევა ყველაფერი, მას ენგრევა პირველ რიგში წარმოდგენა საკუთარი ხელშეუხებლობის შესახებ და ის აღმოჩნდება აბსოლუტურად ყველანაირი სიმდიდრის, სახელის, სტატუსის გარეშე რეალობაში, სადაც უწევს შეხვდეს საკუთარ ნამდვილმეს, საკუთარ ადამიანობას და გაუშვას ყველა ის წარმოდგენა, რომელიც მას ჰქონდა თავის შესახებ, რომელიც აღმოჩნდა, რომ წიგნის ბოლოს ხვდებით, რომ რამდენად მცდარია. შეიძლება დასვათ კითხვა, რა მსგავსება ახლა ხო ამ წიგნებს შორის და რატომ გადავწყვეტე ამ სამივე წიგნის არჩევა. იმიტომ რომ სიამოვნებაში ეს სამივე წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვის გარშემო. რომ ვინ ვარ მე? ვინ ვარ მე, როდესაც არ მაქვს სტატუსი, ვინ ვარ მე, როდესაც აღარ მყავს ის სოციალური კაპიტალი, რომელიც მანიჭებდა გარკვეულ პრივილეგიებს. ვინ ვარ მე, თუ კი ჯერ მაქვს და შემდეგ ვკარგავ ინტელექტს, ვინ ვარ მე, თუ კი არ დავმალავ ჩემს წარსულს და ვაღიარებ ჩემს წარმომავლობასა და იდენტობას.